მოვაკითხეთ ჩვენს ცხენებს თუშეთში. სანამ ცხენების დაჭერას შეუდგებოდეთ, ბიჭები შეშას ხეჩავენ. ხოდაშორის სოფელ შენაქოში მხოლოდ დავითის მშობლები რჩებიან, ანუ ლაშას მამიდა და მამიდის ქმარი. ასეთი თეთრი ნაბადით შეიმოსა თუშეთი. ამ მომენტში მოგვიწია ცხენების მოზებნა, უკვე დავიწყეთ. ახლა დიკლოში ვართ და ვეძებთ სად არიან ჩვენი ცხენები. რა თქმა უნდა, გაფანტულები არიან რემებად. ზოგიერთი სხვადასხვა რემაშია. ამიტომ ყველა რემა უნდა შევკრივოთ და ერთ სივრცეში გამოვრეკოთ. ისეთი ნისლია, რომ რეზის და ლაშასაც უკვე ვეღარ ვხედავ. და ცხენების პონეს საკმაოდ გაგვიჭირდება, იმიტომ რომ თუ საკმაოდ ახლოს არ მივედით, ესე შორიდან ვერ დავინახავთ. რემის ნაწილი მოვიძიეთ, რეზი და ლაშა მათ ნაკვალევს წამოყვა და ახლა მივერეკებით შენაქოსკენ. ახეთ როგორ მოსუქდნენ ჩვენი ცხენები, ვეღარ იცნობთ. ვაიმე, მგონი გვექცევიან ცხენები. ესეც ჩვენი ცხენები, ნამი, ჰერა, სევერუსი, ნიმფა, ესეც მეორე რემის ნაწილი. ვაიმე, ძალიან უსრიალებთ ფეხი. აქედან რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ცხენი არ არის, თუმცა ყველას ერთად შევყრით და შემდგომ გავფილტრავთ, რომელია ჩვენი და რომელი სხვისი. ცხენების ნაწილი დიკლოს ტყეშია შეფარებული და ნაწილი აქედან უნდა გამოვყაროთ ახლა. აქ ნახეთ, რამდენი სოკო ვიპოვეთ. რა მაგარია ახლა მას. დავკრიფავს და შევჭამთ. მათი სოკოა? ვაუ. ეს ნამდვილად კარგია რა? ეხლა წინაზე დავკრიფე და წავიდე და ძალიან გემრიელი იყო. ვაუ. ხეთ კიდევ ღრუბელა სოკოები ვიპოვეთ, ეს მარნულა ყოფილა. მოკლედ 64-ში ვართ ხალხო. რამდენი სოკოა ნახეთ. ერთი პარტი სოკო ავაგროვეთ და შევეშვით, თორე ცხენების დაჭერას ვეღარ მოვასწრებთ ამას თუ დიეთ მთელი დღე მოუნდებით იმდენია. მე და დავითი სოკოებს ყრებდით, ესენი უკვე თითქმის შენაქამდე მოვიდნენ. ცოტაღა დაგვრჩა. უკან გაიხსენ დიკლოსკენ, იმედია ლაშა დაეწევა ახლა. ამათმა თუ მოხიეს, მერე კიდევ უკან უნდა წამოვიდეთ და ხელახლა გავაკეთოთ ეს პროცესები. ლაშა უკნიდან მოუყვება, ჩვენც უკან მივყვებით, რომ აღლა არ გაიქცნენ. აქეთ ვართ ამასულები და ფაქტობრივად მიმწყდეული ყავს ეს ცხენები და გავრეკავთ ახლა შენაქოსკენ. ცხენების შემორეკვის შემდეგ ვარო ხელზე მოვხვიოთ. რა ლამაზი ხინკალი გამომივით. წავიდა ლაშა, ახლა ცხენებს ჩამორეკავს. აი, აქ მაღლა არიან ჩვენი ცხენები და აქედან უნდა ჩამორეკოს. საბოლოოდ ცხენები აქ უნდა შემორეკოს, ჩვენ აქ ველოდებით და აი უკვე დაიწყო შემოყრის პროცესი, ნახეთ. რა ლამაზები არიან. თიდან ჩამოიყვანა უკვე. წესით მალე მოვლენ. აქ უნდა შემოვყაროთ ცხენები და ღობებს ვამაგრებთ ახლა. დიან ცხენები ჩვენ გავნაწილდით, რეზი იქ არის, ერთი აქ დგას, ანზორი იქ დგას და საბოლოოდ ამ შემოღებელში უნდა შევყაროთ. ხო, რა ლამაზია. ვიყო ამათ. ახლა დაჭერის დროა. ეგარ გამოდის. ესია. რეზი. დადოსი. როგორ ეურჩი ყოფილა პონი ეძახენა. დანებდი. ეგრევე რომელიმე ბავშვი შევსვათ და გავახედრინოთ. ცხენი გადმოგვიხდა მღობიდან. არა და ეხლა ხანს გაამაგრეს ბიჭებმა. ეს რა დღეშია?
ეს არის პატარა პონი. პონის ეს პატარა ამარა. აი ურჩი პონია რა. შევაჯდენ? გაუში არ დაგაცნობს. აუ რეზი. ლაობებს არ ვარ. ეს აუზიდრა. აუ არასე. აი ძმაო ცხენი ესეთი. ციფეხი აქვს თეთრი. აი და არ ჩაგავლოს ე. მარტო გაკრეჭვად მყავ ერთხელ დაჭერ. ოპა. იჰა. ცხენო. ეხა რო ააცილოს. ოპა. მიდირეზი შენ ამას შეძლებ. ჯუბ. ოპა. რეზი მაგრად ებრძვის. საწყალი ცხენი რა გაუკეთეს პროსტა. გაყვარეს. ყურში სტაცხელ, ყურში. ესეც ჩვენი ცხენები მეორე მაშინ მოიკლება ეხლა. ჩავიდა. მოკლედ ეს სულაყი ყავს ძალიან ჯიუტი და ლაშამ ცოტა უნდა მოარჯულოს, რომ გზაში არ დაგტანჯოს. ეხლა ესე დაატარებს ლაშა, რომ ცოტა თოკით დაღვირით სიარული ისწავლოს, რომ რემას გამოყვეს. თორე სხვა შემთხვევაში სამი კაცი არ ეყოფა ამას.